სალაპარაკებდა ჩვენი ღირსება ალაპარაკდა რუსთაველზე აკრძალეს აღლუმი როგორც უკრაინაში იანუკოვიჩმა აკრძალა სამხედრო აღლუმი გიორგი ანწუხელიძეს რომ გაეგო რომ საქართველოს სამხედრო ფორმაში რუსთაველზე გავლა იგრძალებოდა საქართველოს თავრობის მიერ ალბათ გული გაუსკლებოდა მაგრამ გიორგის სახელით და ყველას სახელით დღეს ჩვენ ყველამ ერთად მოვაწყეთ თბილისში ღირსების აღლუმი და ჩვენი ქართველები თელ სოფლიოში აქ კიევში ამერიკაში ყველგან სხვაგან ვისაც ვერ შევძელით ჩამოსვა გასაგები მიზეზების გამო ყველა გიერთებით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ამაყად გავიაროთ რუსთაველზე გავიაროთ თავისუფლების მოედანზე ჩვენი ქვეყნის თავარ მოედანზე და დავანახოთ ყველას რომ ბევრი ვართ ამაყნი ვართ ღირსეული ვართ ბრძოლის არ გვეშინია შეუპოვრები ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ წმინდა გიორგი აგვიძღვეს წინ ღმერთი იყოს ჩვენი განსაკუთრებული სამშობლოს საქართველოს ფარველი დიდი მადლობა ხელი პირდაპირ ჩართვა თბილისში პარლამენტის წინ მდებარე მოედნიდან, სადაც იმართება აქცია არაანექსიას. როგორც თქვენ ნახეთ, პირდაპირ ჩართვის მეშვეობით აქციის მონაწილეებს კიევიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო და სიტყვით მიმართა მათ. ამ წუთებში აქცია ფაქტობრივად სრულდება და როგორც თქვენ გესმით, მიტინგზე შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები. ახლა ჩვენ შეგვიძლია აქციიდან ჩავთოთ ჩვენი ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელიც პოლიტიკოს